მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო. მე ვარ მიშო, თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო lessons. და დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად ერთი სპეციფიკური ბრძანების გამოყენებით და ხელოვნური ინტელექტი, კერძოდ კი Gemini, Google-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით როგორ შეგვიძლია ძველი ფოტოების გაუმჯობესება. აი ახლა მაგალითისთვის გაჩვენებთ მე თქვენ ფოტოს მეგობრებო. ეს ფილმის ფოტოა, რა თქმა უნდა, ეს არის რემბო პირველიდან, სილვესტერ სტალონეს ფილმიდან ამოჭრილი კადრი, რომელიც საკმაოდ ცუდი ხარისხის არის. აი ხა რო გავადიდოთ, თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ ფოტო არის ძალიან ცუდი ხარისხის. მე ახლა ხელოვნური ინტელექტი Gemini-ის დახმარებით და რა თქმა უნდა, სპეციფიკური ბრძანების დახმარებით, რომელიც მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში, მეგობრებო, გადმოსაწერი ფაილის სახით. ანუ აი ეს ბრძანება, რომელსაც ახლა თქვენ თვითონ ხედავთ, ვრცელი ბრძანება. როგორც ხედავთ, საკმაოდ დეტალურად არის აქ ყველაფერი ჩამოწერილი და ვრცლად არის გადმოცემული ის ბრძანება, თუ რა ბრძანება უნდა შეასრულოს ხელოვნურმა ინტელექტმა. აი ამ პატარა ბრძანების დახმარებით მე შევეცდები ახლა რომ აი ეს ფოტო, რომელიც თქვენ ნახეთ რამოდენიმე წამის წინ, გავაუმჯობესო და გადავიყვანო ძალიან კარგ 4K ხარისხში. პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი. ამის შემდგომ გადავიდეთ google.com-ზე. შემდგომ გადავიდეთ უშუალოდ Gemini-ზე. გადავედი Gemini-ზე, აი აქ tools სადაც წერია, მეგობრებო, დააჭირეთ მას და დააჭირეთ create image, რომ ფოტოს გაკეთების უფლება და ლიცენზია მოგცეს. ამის შემდგომ დააკოპირეთ folder-იდან ან საქაღალდედან, სადაც გექნებათ ეს ტექსტი ჩაწერილი. პირველ რიგში დაამატეთ ფოტო. მოდით დავამატოთ ახლა ჩვენ ეს ფოტო. და შემდგომ ჩავსვათ ჩვენი აღწერა და ბრძანება, რომლის მიხედვითაც ეს ფოტო უნდა გაუმჯობესდეს. ამის შემდგომ დავაჭიროთ submit და დაველოდოთ სულ რაღაც რამოდენიმე წამი. როგორც ხედავთ, გაუმჯობესება უკვე დაწყებულია. Creating your image აწერს. ანუ უკვე მზადების პროცესია ჩვენი ფოტო. ყველაფერი ამის შესრულება, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ ფოტოს დამუშავება და გაუმჯობესება თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მხოლოდ თქვენი ინტერნეტის სისწრაფეზე, მეგობრებო. როგორც ხედავთ, ფოტო დამუშავდა და გაკეთდა და როგორც თქვენ თვითონ ხედავთ, აქედანვეც ჩანს, მეგობრებო, რომ გაცილებით, აი, შედარებაც კი არ არის ფოტოს ხარისხებს შორის. შემდგომ დავაწვევით download file. ავირჩევთ desktop-ს და შევინახავთ. ამის შემდგომ შეგვიძლია ბრაუზერი გავთიშოთ. პირველ რიგში ჩავთვალოთ აი ეს ფოტო, ძველი ხარისხი, რომელიც გქონდა და შემდგომ ჩვენი გაუმჯობესებული ფოტო. აი ახლა ერთი წამით მეგობრებო, როგორც ხედავთ მეგობრებო, არაფერი არ არის შეცვლილი, უკან წარწერა ისევ გაბლურულია, ანუ დაფარულია, ძირითადი აქცენტი სილვესტერ სტალონის პერსონაჟზეა, მაგრამ აი ერთიორად გაუმჯობესებულია ყველაფერი, ფერთა გამა, დეტალიზაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის 100%-ით გაუმჯობესებული, თან ისე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა სილვესტერ სტალონის სახე არ დაუმახინჯა და არ შეუცვალა რაღაც არარეალური სახით და აბსოლუტურად ყველაფერი გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი რეალური ფოტო. უბრალოდ კონკრეტული ბრძანების მეშვეობით აი ესეთი შესანიშნავი შედეგი მივიღეთ და ძველი ფოტო გადავაკეთეთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი საკუთარი ფოტოების გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ, თუ რა თქმა უნდა გაქვთ მეგობრებო და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ადამიანს ექნება ძველი ფოტო, რომლის გაუმჯობესებაც სურს, მაგრამ არ იცის სპეციფიკური ხერხები, ან უბრალოდ არ აქვს სპეციფიკურ პროგრამებთან წტომა, რომელიც გაცილებით უფრო რთული გამოსაყენებელია, ვიდრე ერთი ეს პატარა ბრძანება და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გარდა იმისა, რომ მარტივია და უფასოა, ასევე დამატებით, ასე ვთქვათ, მოქმედებას არ მოითხოვს, მხოლოდ ბრძანების ჩაწერა გჭირდებათ, ტექსტურ, ასე ვთქვათ, განყოფილებაში და ფოტოს ატვირთვა. რის შემდგომადაც თავიდან ბოლომდე ყველაფერს აკეთებს თვითონ ხელოვნური ინტელექტი. ფოტოს ზომას რაც შეეხება, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოს ზომა, რომ არ არის პატარა, ასე ვთქვათ, ფორმატში. დეტალებში რო გადავიდეთ, ფოტოს ზომა არის დაახლოებით 866 პიქსელი 1227-ზე. ხოლო ორიგინალი ვნახოთ. ორიგინალი არის 1420-ზე.
ანუ ძალიან სერიოზული დანაკარგი არ არის, უბრალოდ შესანიშნავი ხარისხის გაუმჯობესება გამოვიდა ოდნავ ზომაში დაპატარავების შემდგომ. მაგრამ რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეფექტი არის ძალიან კარგი და რაც მთავარია არ ეტყობა ხელოვნური ინტელექტის ჩარევა ამ ფოტოს. აი ესე ძალიან მარტივად შეგიძლიათ მეგობრებო თქვენს და რაც მთავარია სრულიად უფასოდ შეგიძლიათ თქვენი ძველი ფოტოების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის მიცემა. დღეისათვის სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა მესწავლებინა და შემომეთავაზებინა როგორც ვიდეო გაკვეთილი. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის. თუ რომელიმე თქვენთანაც გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან დამიკავშირდეთ უშუალოდ მე, ჩემი სოციალური ქსელის დახმარებით. მე კი შევეცდები რომ თითოეულ თქვენთანაც შეძლების დაგვარად დაგეხმაროთ ან გაგიწიოთ რეკომენდაცია კონკრეტულ საკითხებში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.